მე ვარ ქეთუსია სახვაძე, მოცეკვავე და ქორეოგრაფი. ცეკვა ჩემთვის არის სული სამოძახილი. ძალიან დიდი ემოცია, რომელიც გსურს რომ გამოხატო მოძრაობების სახით. ეს ფაქტიურად ჩემი ცხოვრებაა. მომენტი, როდესაც ყოველდღიურად ხელოვნების ნაწილი ხდები, აბსოლუტურად სხვანაირად ამრავალფეროვნებს შენს ცხოვრებას. ცეკვა 5 წლის ასაკიდან დავიწყე, როდესაც სპექტაკლი მაკნატუნა ვნახე. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყო. შევედი საბალეტო სასწავლებელში, სადაც ჩემი აღზრდელი პედაგოგი, მსოფლიო მასშტაბის პროფესიონალი ქალბატონი ნინა დიდებულიძე იყო. იქ დავეუფლე პროფესიონალურად ბალეტს. ჩემში რადიკალური ცვლილება მაშინ მოხდა, როდესაც გადაწყვეტილება მივიღე და ბალეტთან ძალიან ახლო მდგომი მიმდინარეობა კონტემპორარი ავირჩიე. იმ დღიდან ეს არის ჩემი მთავარი მიმართულება. წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ჩემთვის. ვინაიდან ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდა. ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელსაც გამოვარჩევ, ეს საფრანგეთია. პარიზის ცეკვის აკადემიის ონლაინ კონკურსში 100 აპლიკანტიდან ტოპ 20 მოცეკვავეში შემარჩიეს, რომლებიც პარიზში ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე სამუშაოდ მიგვიწვიეს. მოცეკვავებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. მე კი ჩემს ულამაზეს ქვეყანას, საქართველოს წარვადგენდი. ყოველდღიურად გვიწევდა რეპეტიციები, კონტემპორარის მიმართულებით წამყვან დასებთან და ქორეოგრაფებთან მუშაობა. განრიგი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესო. ბევრი დავალება გქონდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ჩემი პერსონალური ქორეოგრაფიული ნამუშევარი. მე გადავწყვიტე, რომ ეს ყოფილიყო ლეგენდარული კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკაზე ჰერიობიჭებო, თემად კი ქართველი ქალი ავირჩიე, როგორც სიძლიერის და გმირობის სიმბოლო. ნამუშევარი ძალიან მოეწონა და ამან დიდი სტიმულიც მომცა. ვიტყოდი, რომ პარიზში გატარებული დრო და ეს პროექტი უდაოდ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცდილება, რადგანაც იქ მომეცა საშუალება განვითარებულიყავი როგორც მოცეკვავედ, ასევე ქორეოგრაფად. ჩემთავს ყოველთვის ვეუბნებოდი, იმისათვის, რომ შენი თავის უკეთესი ვერსია შექმნა და გარკვეულ მიზანს მიაღწიო, დიდი შრომაა საჭირო და რაც მთავარია, არასდროს უნდა გაჩერდე.